მოდელი. მე ვახსენე პოლიტიკური დასავლეთი. ეს პოლიტიკური, სოციოპოლიტიკური ფორმაციაა, რომელიც ნეოლიბერალურად გადაკეთდა და ცივი ომის შემდეგ აგრესიული გახდა. მაგრამ ეს მხოლოდ 80 წელს ითვლის. მაგრამ ამავე დროს ბოლო 500 წლის პოლიტიკური დასავლეთი დასავლური ცივილიზაციის ისტორიის ნაწილიცაა. ეს ცივილიზაციური დასავლეთი ამ დროის განმავლობაში ხასიათდებოდა კოლონიალიზმით, იმპერიალიზმით, გენოციდური ქმედებებით. მე მახსენდება აცტეკები, ინკები, კარიბის ზღვის ხალხები, მონობით ვაჭრობა, რომელშიც გენოციდური ელემენტი იდო. მაგრამ ეს ცივილიზაციური დასავლეთი ასევე მოიცავს რენესანსს და განმანათლებლობასაც. ის კომპლექსური ფორმაციაა. მაგრამ დღეს რაც თავში ვახსენეთ გაუქმების კულტურის შესახებ, ეს კულტურა ცდილობს დასავლეთის კოლონიურ წარსულს გამოეხმაუროს, რომ დაიწყოს თავად დასავლეთის დეკოლონიზება, რომ დასავლეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის წინააღმდეგობები აღმოფხრას. აქვე არის კულტურული დასავლეთიც, რომლის ფესვებიც მიდის იუდო-ქრისტიანულ, რომანულ ან ბერძნულ ცივილიზაციებთან, სპარსეთთან, ინდოეთთან, ქრისტიანულ ხანამდე. და ეს კულტურული დასავლეთი მოიცავს ნეოპლატონიზმს, პლატონის დიალოგებს, არისტოტელეს პოლიტიკურ მეთოდებს და გენიას. თუ კი დიდეს ბრწყინვალე ისტორიულ ანალიზს. ესეც ევროპული დასავლეთია. და თუ მკითხავთ შეუძლია თუ არა მას ხელახლა საკუთარი თავის გამოგონება, დიახ, მე ყოველთვის ამ ტრადიციებზე მივუთითებ ხოლმე. ჩვენ უნდა გავიაზროთ კულტურული მხარე და გავიგოთ სხვების ცივილური და კულტურული მხარეები, ინდოელებთან, ჩინელებთან ინტერაქციით ან თუნდაც სხვა ცივილიზაციებთან ურთიერთობით. ამიტომ აქ იდეოლოგიური ან კულტურული უპირატესობა კი არ უნდა არსებობდეს, არამედ ცივილიზაციული პლურალიზმი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ხელახლა შევქმნით ჩვენს თავს, უფრო პლურალისტურს, უფრო ტოლერანტულს, უფრო დიალოგურ კულტურას, თუკი ჩვენ დაუბრუნდებით არა მხოლოდ ჩვენს ღრმა ინტელექტუალურ, არამედ ღრმა სულიერ ტრადიციებს. და ასე გავხდებით ჩვენ მშვიდობისა და განვითარების პროექტი და არა ომის, გრევის და ბარბარიზმის კულტურა.